მოგესალმებით ქართველებო, მოგესალმებით სულ ყველას. იმედია მე ჩემი ვიდეოებით თავს არ გაწყენთ. საუბედუროდ ყველა პოლიტიკოსი გავხდით და ჩემის აზრით დღეს საქართველოში ყველას ვალი არის რომ ასე თუ ისე გარკვეული იყოს რაღაცა პოლიტიკური მოვლენების შესახებ საქართველოში რაც ხდება. თორე თვალსა და ხელშუა ისე ვატყუებენ მეგობრებო, რომ რა ვიცი, აი თვალსა და ხელშუა რაღაცა ბოდიში და განავალს გვიფუთავენ იმად, რა ქვია, ოქროთ რა ერთ სიტყვით, რა, ანუ ჩვენ საქართველოში ზოგადად მარტივად მოსატყუებელი ფენომენი ხალხი ცხოვრობთ და უკვე იმდენად ამაზრზენი ხდება ყოველდღიური რაობა და ყოველდღიურობა, რომ ყველა ხვდებით, რომ მაგარს გვაბოლებენ და ასე თუ ისე უნდა ჩავერთოთ ჩვენც გარკვეულწილად რაღაც პოლიტიკურ საქმიანობაში აბაზევით ვერ წვიტავენ და ჩვენ მაინც დავეხმაროთ ნორმალური საღად გადაწყვეტაში და საყაზროვნებაში. ესე იგი, რისი თქმა მინდოდა, იცით? დღეს YouTube-ში რა შესული ვიყავი და სკროლავდი და ამომიგდო ისტორიული ვიდეო რა. და ძალიან მიყვარს, როცა ქართველები და ახალგაზრდებიც და თუ გინდაც ძველი ხალხი, მსახიობი კაცი არის ერთი იმის სახელი და გვარი დამავიწყდა. ძალიან ისეთი გამოკვეთილი ხმა აქვს და შესამჩნევი ხმა აქვს. მსახიობი კაცი არის, მოკლედ მაგის ხმაც ბევრი ფილმებზე არის დადებული და გვერდი აქვს შექმნილი, მოკლედ და ისტორიულ რაკურსში გადაყავს ქართული ხალხი და ისტორიას უყვება. და დღეს უსმენდი წანის რა ქვია მარტყოფის და მარაბდის ომებს, სადაც გიორგი სააკაძე ომობდა და სადაც 9 ძმა ხერხეულიძე დაეცა. არ ვიცი ეს რამდენად ჩემთვის კი არა, ჩემთვის მე პირადად, ანუ იმ კაცის გადმოსახით თან ისეთი თხრობა აქვს, ისეთი ეპითეტები ტყვება, რომ ხელი რო არ აგიკანკალდეს, მუშტი რო არ შეგეკრას და ძარხში გაყინული სისხლი რო არ გაგითბეს, არ არსებობს. მოკლედ იმდენად საინტერესო ტყვება ეს კაცი. ხო და აი რა მაინტერესებს იცით? აი ეს მაღალი ლეველი გასაგებია, ვისაც ფულის ინტერესი აქვს, მაგრამ ზოგადად აი ის კატეგორია, ან იმათი შვილები თუ შეხედავენ და თუ იგრძნობენ იგივეს თავიანთ მორალში, მდგომარეობაში, გულში, სულში, სისხლში, როგორ იჩეხებოდნენ ქართველები იმ კრძანისის ველზე, მარაბდის ველზე, იმ თუნდაც მარტყოფის ველზე და როგორ აკვდებოდნენ თითო გოჯა მიწას ქართველები. აი მაგ ყველაფერს რო იაზრებ, ითავისებ და კიდე რო ყიდი აი არაბზე, მუსლიმზე რო ყიდი კიდე, რა ვიცი, აი მუსლიმებთან რამე ის კი არა მაქვს, მაგრამ ყიზილბაშებზე რო ყიდი, რა ვიცი, მიწას და არაბებზე რო ყიდი კიდე მიწას, მაგის დედავატირე და როგორ არ გიკანკალდება ხელი ბიჭო, განა რა, ანუ ბიჭო იმ ფულს სამარეში ხო არ წაიღებთ ადამიანები. ის ხო ელემენტარულად მოკვდები და ის ფული დარჩება აქ, რავი, პლანეტაზე და ეს პლანეტა რა შეიძლება ხვალ ისე მიდის საქმე, ხვალ შეიძლება აფეთქდეს დაეტიროს, განადგურდეს მთლიანად ეს პლანეტა, რა ვიცი, ისეთი ომები შეიძლება წავიდეს ხო და როგორ ყიდით კაცო და ადამიანებო, ეგ არის ყველაზე ძალიან დამაფიქრებელი.
ასე ძალიან როგორ უნდა გეზიზღებოდეს საქართველო, რომ შენ მტერს ხონჩით აძლევდე მიწა წყალს, ხონჩით. განა ძალით გიპყროდეს ვიღაც, აი ესე მობძანდით და ოქროვერცხლი მომეცი და გავყიდე. ეხლა რაც შეეხება იცი ისი თქმა მინდა, კიდე საჩანს რომ საქართველოში ქართველი ხალხი ფეხზე რო კიდიათ. ცხვარი რო არის. აი ეხლა ხო გაუქმეს ემიგრანტის არჩევნებში მიღების უფლება ხო შეუწყვეტეს, უცხოეთში მინებიცან. და ბრძანებით და რავი ისეთი გონორი ჩამოგძანდით კაცო თქვენო და აქ მიეცითო ხმა რა, ანუ ესე იგი რა. იქიდან მიხვდნენ რომ ესე იგი იმდენად მაღალი ხმები არ მოდის უცხოეთიდან. კი, იქ უცხოეთში ძალიან ბევრი შედის შეცდომაში და მაგაში ნამდვილად დავითანხმები რა, ეხლა შეცდომაში შედიან და არ აძლევენ ძალებს ხმას, რომლებიც ოპოზიცია არის და მართლა ისეთი სანაგვე პარტიები არის, რომ რავი, მათ ხმა როგორ უნდა მიცეს, საერთოდ ქართველმა და ქართულად მოაზროვნე ადამიანმა მე ძალიან ვიკურსმარ ბიჭო. შედალოცვილო უფლებებს რაღაცო უზღუდავ იმ ადამიანებს, კაცო, ხო ისინი თვითონ გადაწყვიტავენ, ვის რა უნდა და როგორ უნდა, კაცო. ესეც ხრად რატო თვლად იმ ადამიანებს, ხო? მიეცი კაცო იმისով ისე გააკეთე საქმე და ისე აწყეს სიტუაცია საქართველოში, რომ ეს ხალხი თლად ჩამოვიდეს საქართველოში და აქ დარჩნენ, აქ იცხოვრონ და შენ გაძლიან, ხმა. ეროვნული პოლიტიკა ატარე. ნუ კი ფუთავ რა იმაში, რა ქვია, ეროვნულობაში შენ პოლიტიკას და ცალი ხელით რომ სამარეს უთხრი შენ ქვეყანას. მასე ნუ აკეთე. და გაგიკვირდებათ მე კიდე რომ რავი იქიდან რომ ვიღაცეები შეურაცხყოფებს გაყენებენ რა. ძალიან გაგიკვირდებათ რა. არ არის გასაკუთრებული. რასაც თქვენ ხალხს უკეთებთ, ანალოგიურს იღებთ. 2x2 4-ია. მიდონებდე, ნუ მიიყვანთ მართლა ხალხს, რომ ამ მოსასხმელზე ზევით კიდე აფეთქდეს და საერთოდ, რავი, გაგიჟდეს რა ადამიანი და რაღაცა ისეთი რაღაცები ჩაიდინოს, საერთოდ რომ ვაფშე იმისი короче მოკლედ კიდე რის თქმა მინდა იცით აი YouTube-ში, ინტერნეტში და სხვადასხვა იმეებში რომ ბლოგერები რო ზიხარ, აი ეს მაინტერესებს რა. აი ეს ბლოგერი გასაგებია და დღეს ავტვირთე და სხვათა შორის ის მიმართვა ყველა გამправებლისა იყოს, ვინც საქართველოში ქართული მიწაწყლის გაყიდვას აპარავებს უცხოელებზე, მით უმეტეს არაბებზე, საუკუნოვან მტრებზე და რავი, შეგერგოთ რა ის პატარა მცირე მონაკვეთი, რაც იმას რა ქვია უცხოა თუ უცნობია თუ უცხოს მიმართეს რა ერთ სიტყვით რა. ეს უცხომ დაიმსახურა რა. ეს უცხო გასაგებია უკვე რომ დაქირავებული ბლოგერი არის, გავიგეთ უკვე კარგად ჩამოყალიბდით და კარგად გავიაზრეთ. აი სხვებს მინდა მომენტი. აი ხო არიან იმაში კიდე რაღაცა აი გარკვეულ რაღაცებს რო იღებენ რაღაცა თვითონ საგანმანათლებლო რაღაცებს. ბიჭო, ერთი დღე მიუძღვენით რა დღევანდელ რეალობას რა, სიტუაცია რა. იქ რაღაც დრიფტებს და რაღაცებს რო იღებთ რა. საქართველო არ გიყვართ მაგის დედავადი რე? ერთი დღე თქვენი არხი მიუძღვენით ამ საქართველოს მიწაწყლის გაყიდვის პრობლემას, მიუძღვენით რეალობას, მიუძღვენით იმ პრობლემას, რომ საქართველოს დედა ეხონება ყოველდღე რა. მიუძღვენით და აუდიტორიას დაკარგავთ მაგისი გეშინიათ? ვისავა წავიდეს, კაცო, 200,000 გამომწერები რო ყავდა, 250,000 გამომწერები რო ყავთ, ვინც წასასვლელია წავიდეს, რა პრობლემაა, ხო? მიუძღვენით ერთი დღე თქვენი
პლატფორმა საქართველოს სიყვარულს, რა მეტი რა გითხრით, ხო? მიუძღვენით, კაცო. თორე ესე დავიღუპებით, მაგის დედავატებო. ხმა ყველამ უნდა ამოიღოს, ყველამ, აბსოლუტურად. ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. სისხლი უნდა გვიდუღდეს საქართველოში ქართველებს. არა კიდე იმებს, რუსებს, არა კიდე ებრაელებს, არა კიდე იმებს, კიდე რა ქვია, არაბებს და იმათ კიდე ამერიკელებს და ევროპელებს. საქართველოში ჩვენ უნდა გვიდუღდეს ქართველებს სისხლი. დემოგრაფიას დედა აღარ ყავს საქართველოში. ბავშვები აღარ დადიან, რავი, ანუ აღარ მესმის უკვე ისეთი ჟრიამული, რაც მე ბავშვობაში, მე რო უბაში გავივლიდი ხოლმე, რა ვიცი, აი ქართველებით სავსე იყო, რა. დედა ეტირა ყველაფერს. ერთ-ერთ სტატიაში დაიწერა, რომ 50 წელში საქართველო გაქრებაო და მე მგონი მაგითკენაც მივდივართ რა და დედაც გვეტირება რა. სანამდე ქართველობა ერთად არ შევიკვრებით. აი ყველაზე პირველი უერთმანეთობა გვყავს. ვაპატიოთ ყველა ერთმანეთს ყველაფერი და ერთი პრობლემის ირგვლივ გავერთიანოთ ხალხი. აი ეგ არის ყველაზე მთავარი. ღმერთი დაგვეხმარება, დაგვიცავს, როცა დაინახავს, რომ საქართველოში ქართველები ერთიანდებიან. გამიჯერეთ რა, უფალი დიდია, ბრძენია და მერთი ზევიდან დაგლოცავს. საქართველოში გაერთიანებაზე ძვირფასი არაფერი არ იქნება და ერთობით ბრძოლა იმაზე ძვირფასი არაფერი არ იქნება. აბა გაგიმარჯვოთ ქართველებო და კარგად.